ესენს მიმართ პრეს-ცენტრი არაფერს არ გვეუბნება, თქვენ გავჭირდება. არიცით თქვენ ახლა მოგზანდით? და არიცით რა მოხდა? ესენს მიმართ ძალიან ხოთ რა. მათი მანქანით იყვნენ მოსულები. შემოვიდნენ მე აიყვიდე კი გარეთ და შიგნით გოგონა იყო. დამეძახეს მოდი მოვედი და მინგრეულ ყველაფერი. ერთი გამარტყეს. მე მიქარამორამესაო და დედა. კი. ერთად ვიყავით მეგეგა. არავინ არ იყო, სულ ვიყავით 5 კაცი. ამოიარეს გზაზე მეგეგა ერთად ეკა მაშინას ველაპარაკებოით, აი იქ მატრიალეს სულ ეს მათი არ ვიცი ვინ. არ ის ხალხი ესენი იყვნენ წყობა სპეციალურად გამოგზავნილი. და მეგამერება აი ქავლაპარაკობენ. შეცვნენ უცება სამაშინიდან გადმოვიდნენ, დაანგრიეს ყველაფერი და ემას აგინეს გაარტყეს. ეს არის სააკაშვილის დემოკრატია და საარჩევნო კამპანია რო იძახიანებს. კონკრეტულად რეგიონი მუშაობენ ეს არის რა. ეს ლაბაროტის თული სიტუაცია ესენი ხედავენ რა მდგომარეობაში არიან. აგებენ იძულებულები არიან ესეთ შანტაჟზე და ესეთ მეთოდებზე წავიდნენ. ეს სოფელი ისჯება იმის გამო რომ არიან ამაყი ხალხი. არიან თავისუფლების მოყარე ხალხი, მით უმეტეს 50-მეტრში საზღვარი გადის აგერ ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვართან. კაციშვილი ხელისუფლებიდან პატრონი არ არის. ყველანაირ პროვოკაციას უკეთებენ რომ მაქსიმალურად აი ამ სოფელში ხალხი დაიჩაგროს. ერთი პატარა მაღაზია აქვს ადამიანს რაღაცას ვაჭრობს, სოფელს რაღაცით ეხმარება, იმასაც არ პატიობენ, იმიტომ რომ არიან ამაყი და თავისუფლების მოყარე ხალხი.